სახელი შენი, მომდის სულო შენი. ვითარცა ჩვენს ანუ შემოყარეთ ჩვენ განსაკუთრებით არამედ მისცენ ჩვენ პროცესს არამედ ჟენერს უბრალოდ მამისა და ძისა და შესულისა და მაგალითად უსამდე ძირფასო დაფუსა და დაძვება ბატონი ახალ ჩამოგზავნა აქ მარტივად რომ რაღაცა გავიგოთ ესეთი კარგი რაც მან თავისი ცხოვრება საქმე დაკეთდა რა თქმა უნდა დღევანდელი თემა ჩვენი ქრისტიანების 1700 წელს და მithumetes იდენტობა ამ დედა ეკლესიაში ეს თავოცული ქართველები კი ვრჩებით ცოტა დღე მაგრამ ისმენ გულის მოგესალმებით ვიხარია რომ ჩვენი საუბრის არის პრობლემა სახელმწიფოების დაცვის, სახელმწიფოების განვითარების საკითხი თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით. ასე დავარქვით ამ კონკრეტულ თემას და თქვენ გიხდებით, რომ ესე იგი ყველაზე უფრო მწვავე მხრივ არის დასმული ეს საკითხი. ქართული ენის დღემდე განვითარების საკითხები იცით თქვენ მოიხსენებათ და ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული ქართული ენის ისტორიის განმავლობაში თავისი პოტენციალის შესაძლებლობები, თავისი ისტორია, თავისი უნარით რომ აითვისა ფაქტობრივ ქართულმა ენამ შეძლო ყველა დარგი, არა მხოლოდ წერილობა, თავისთავად წერილობა საალმაღლო. არამედ ხელოვნების დარგები, არამედ ყველა დარგი, როგორც ტექნიკური ხასიათის, ისე ჰუმანიტარული ხასიათის, ისე ზუსტი მეცნიერებები არ არსებობდა უკანასკნელი, ასე ვთქვათ, ერთი ნახევარი საუკუნის ძირა პერიოდს თუ მოვიდეთ, არ არსებობდა მსოფლიოში ტექნოლოგიური სამეცნიერო დარგი, რომელიც ქართულ ენაზე არ განვითარდა საქართველოში უნივერსიტეტებსა და აკადემიის სამეცნიერო სისტემაში. ეს ქმნის, ესე იგი, ეს განვითარების ეს პროცესი ქმნიდა თანამედროვე ქართული ენას. სხვა იყო ქართული ენა 19 საუკუნეში, როდესაც ელია მართალმა დაიწყო დიდი რეფორმა ახალი ქართული ენის შექმნის. სხვა იყო ენა, იმიტომ რომ მაშინ ახლად შემოდიოდა პრესა, ჟურნალისტიკის ენა, ახლად შემოდიოდა ოფიციალურ საქმიანი სფერო ენა მისი ქართულ სინამდვილეში და ძირითადად ენა რაც იყო, ეს იყო სამწერლო ენის საკითხი იდგა, რომ ის მემკვიდრეობა, დიდი მემკვიდრეობა, რომელიც 19 საუკუნისთვის გადმოეცა წერლობას, ახალ ნიადაგზე, ახალ საფუძველზე, ახალ ჭურჭელში, როგორც საღარიბაში არის, ყოფილიყო როგორც ახალი ღვინო, ისე ძველი ღვინო, ახალი სახით, ახალი დადუღებით უნდა ყოფილიყო და მართლაც ეს წარმატებით განხორციელდა, მაგრამ თვით ილიაც კი ვერ წარმოიდგენდა, მოიხსენებათ ისი ერთ-ერთი ოცნება იყო ეროვნული უნივერსიტეტი, ვერც კი წარმოიდგენდა ილია და მისი თაობა ვერ წარმოიდგენდა, რომ უნივერსიტეტის დაფუძნება საქართველოში სახელმწიფოების განვითარების სრულად ახალ პერსპექტივებს გააჩენდა. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ ენას შეუძლია ჯერ კიდევ მდგომარეობა თქვა. ოღონდ ეს ცოტა ისეთი იყო მეტაფორული აღმატებული, რომ ქართული ენა ისეთი ენა არის, რომ მას შეუძლია გამოხატოს ყველაფერი, რომელიც კი შეიძლება სხვა ენამ გამოხატოს. ანუ მის წინაშე დაბრკოლებები არ არსებობს ამ თვალსაზრისით. რატომ დგას ეს საკითხი? ძალიან ბევრი ენა ვერ განვითარდა, ძალიან ბევრი ენა. აი დიდი ენების გარდა, მცირე ცხოვანი ხალხების ენების განსაკუთრებით ვერ განვითარდა იმ დონეზე, რომ
მას შესძლებოდა ყველაფერი აეთვისებინა, რასაც კი ცხოვრების განვითარება იძლევა. და მოხდა 20 საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტი დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდი იყო, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკა გამარჯვება. აღმოჩნდა თვითონ მართველი მაშინდელი მართველი სოციალ-დემოკრატების დამოუკიდებლობის გამო არა მხოლოდ ცხადია, იმიტომ რომ რუსეთის ახალი ტრანსფორმირებული იმპერია თავისას მაინც გააკეთა, მაგრამ მაინც შიგნით არ აღმოჩნდა ისეთი პოლიტიკური ნება, რომელიც დაიცავდა დამოუკიდებლობას. ეს ძალიან კარგად ჩანს ფოტოშორის ლეო ქიაჩელის ჰაგიაძბაში. იქ ერთი გემის გამო რომ ისეთია გადავფრთხავებო, ესე იგი ისეთი შეშფოთება არის, რაც არ მოხდილი გემის მაშინდელი რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ შიში და ის ფაქტორი რომ არ შეუძლიათ იმის გარეშე, ცენტრის გარეშე და ზემოქმედის გარეშე მათი წარმოდგენა და შეუძლებელი. ნუ ერთი სიტყვით უნივერსიტეტის დაფუძნების დასაწყისი და დამოუკიდებლობას დაემთხვა, მაგრამ მალევე ეს პოზიცია შეიცვალა, ძალიან საბედისწეროდ შეიცვალა. თუ არა აი ძლიერი ბაზისი, კულტურული, სალიტერატურო და ენობრივი ძლიერი ბაზისი. საკმაოდ ძნელი ამბავი იყო მაშინ, რომ ეროვნული უნივერსიტეტი ისახით განვითარებული იყო, როგორც განვითარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. ეს საოცრებად სასწაულია საერთოდ, რომ შეიძლებოდეს, რომ რაღაცა რეიტინგი აი გინესის რეკორდების გასული არსებობდეს, რომ რას აღწევს ეროვნული უნივერსიტეტი მოკლე ხანში. ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითი არის ერთი განსაკუთრებული შემთხვევა, იმიტომ რომ ესე იგი 1918 წელს დაიწყო ეს პროცესი. მე ძალიან დიდი შეფერხებები იყო უკვე 12 წლის შემდეგ, აი 12-13, დაუშვათ 15 წლის შემდეგ უნივერსიტეტში ვეღარ ეტევა სამეცნიერო სკოლები, რომლებიც უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ უნივერსიტეტის დამფუძნებლები, ხო? იოანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, აღნიშნულმა ვასილი შემოწაფებელი, ალექსანდრე ჯანელიძე, დიმიტრი უზნაძე, ხო? ეს დარგები, რომლებიც უნივერსიტეტის წიაღში განვითარდა, უნივერსიტეტის ფარგლებში შეუძლებელი იყო სამეცნიერო თვალსაზრისით ეს სივრცე შენარჩუნებული. მას სჭირდებოდა ახალი ასპარეზი და ერთ-ერთი უადრესი საკითხია, რომ დაიშვა საკითხი, ასე ვთქვათ, უკვე მოსკოვის წინაშე, რომ საქართველოში ყოფილიყო მეცნიერებათა აკადემია. ანუ საბჭოთა კავშირის აკადემიის გასვლა ყოფილიყო ეროვნული აკადემია. და არ დაუშვა ეს მოსკოვი იმ ეტაპზე, არ დაუშვა. დაიწყო ფიქრი იმაზე, რა გაეკეთებინა და დაუშვა ფილიალი, აი საკავშირო აკადემიის ფილიალი გაიხსნასო თანაც საქართველოს კი არა, ამიერკავკასიის. ასეთი ნება მისცეს. მართლაც გაიხსნეს ეს ფილიალი 34 წელს ეს ნებართვა გამოვიდა და 34 და წარმოედგინეთ და ეგრევე როგორც კი ამან დაიწყო, აღმოჩნდა რომ ეს ფილიალი არაფერს არ იძლეოდა ეროვნული მეცნიერება, იმდენად დიდი მასშტაბების, იმდენად დიდი პოტენციის და განქანების იყო, რომ არაფერს არ იძლეოდა და რამხელა როგორი წარმატება წარმოიდგინეთ. ხოლო რა თქმა უნდა ეს არ ხდება იმ ერთი კაცის გარეშე, რომელიც მაშინ მოსკოვში იყო და ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, ეს შეუძლებელია. ახლა ეს სხვა თემა კიდევ, მაგრამ დიდი როლი შეასრულა მან, მათ შორის აი ენების განვითარების თვალსაზრისით. ამაზე მე ცოტა ვიტყვი, იმიტომ რომ მან გადაწყვეტა ეს ამბავი წინააღმდეგ შემთხვევაში სხვანაირად განვითარებოდა. მე ჯერ ეს აზრი დავამთავრე. და 1951 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გაიხსნა. აი წარმოიდგინეთ, რა მოკლე პერიოდია ჯერ უნივერსიტეტის დაფუძნებიდან და მერე ფილიალის ფაქტიურად არიარსება.
საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ფილიალის დაარსების მცდელობიდან ისევ რა არის გასული, ესე იგი 6-7 წელი და უკვე ეროვნული აკადემია. ეროვნული აკადემიის არსებობა, დაარსება, დაფუძნება ეს არის ყველა ერის ცხოვრებაში არის განსაკუთრებული მოვლენა. უნივერსიტეტის დაარსება დიდი მოვლენა, მაგრამ ამ დროისათვის 19 უფრო ადრეც და 19 საუკუნეში განსაკუთრებით 20 საუკუნის დასაწყისში ეს თუ კი ერი არსებობდა ეროვნული ენები და რაღაც უნივერსიტეტების დაფუძნება ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ განათლების ახალი სისტემა მოვიდა და უაღრეს განათლებას ყველა ავითარებდა და ეს მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო სისტემის შექმნა ეს ნიშნავდა რომ ამ ხალხს ამ ეს აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო პოტენციალი. ეს არ არის მხოლოდ ცალმხრივი რაღაცა, ისეთი, რომელიც კიდევ მეორე, რომელიც თქვათ ჰუმანიტარულ სფეროებში, რაღაც გარკვეულ დარგებში. აკადემიის სისტემა გულისხმობს, რომ შენ ავითარებ ყველა იმ დარგს, რაც არსებობს აკადემიური სისტემის თვალსაზრისით სადაც. რუსეთის მეცნიერებათა აკადემია იყო ჯერ კიდევ მოგეხსენებათ მეფის რუსეთში. და იქიდან მოკიდებული უძლიერესი აკადემია იყო. და ძალიან მალე აი ამერიკის შეერთებულ შტატებში მაშინდელი საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენი კოლეგები, აკადემიკოსები, ვინც მონაწილეობდნენ მიკრობიოლოგიაში არის გიორგი ხვესიკაძე და გიორგი ხვესიკაძე თქვა რომ ამერიკაში აჩვენეს მას ერთ-ერთი ლაბორატორია, სადაც შეისწავლიდნენ ამ პროცესებს, სამეცნიერო პროცესებს და უთხრეს, რომ საბჭოთა კავშირში საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თავისი შედეგებით და თავისი პოტენციალით არის მესამე ადგილზე. პირველი რუსეთი ცხადია, ცენტრი მეორე უკრაინის იყო და მესამე იყო საქართველო. აი წარმოუდგენელი როლს მიაღწია, ხოლმე ცოტა გამიგრძელდა ეს მხარე, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა და ძალიან საამაყოა დღესაც საამაყოა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყურებთ ჩვენი მომავლის ნიჭიერებას და ის პოტენციალი არ დაკარგულია, ეს პოტენციალი არსებობს. უბრალოდ ამას აუცილებლად სჭირდება ახალ თანამედროვე რეესურსებში მოქცევა და განვითარება უფრო უკეთეს შედეგებს მოაქვს. ხო და ეხლა ეს მე რატომ მაინტერესებდა ეს აკადემიის ეს იმიტომ რომ ახალ ეტაპზე ენის განვითარების ახალ ეტაპზე აი ამ უკვე 20 საუკუნეში თუ ქვეყანა ხალხი არ განავითარებდა აი ამ სამეცნიერო ტექნოლოგიურ პროცესებს მეცნიერებათა დარგებში მაშინ ეს ენა რჩებოდა ასე ვთქვათ მხოლოდ მხატვრული ხელოვნების სფეროში გამოყენების ნაკრული ენად რჩებოდა. იმიტომ რომ თქვენ იცით აგერ ახლა თაობა უკეთესად მე უფრო რომ ყოველ ახალ ეტაპზე როდესაც სამეცნიერო ტექნიკური რევოლუცია ახალ წარმატებას აღწევს ენაში შემოდის ახალი ნაკადი და იქნება ახალი ნაკადი თანდათანობით აი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ შემდგომ აი თქვათ ეს სივრცე იცავს დიდ სივრცეს აქვს ხო თელ ყოფასაყოფა ცხოვრება ამ სივრცეს თავიდან აი 19 საუკუნეზე ვაყარებთ თავიდან თქვენი თვითონ ამბობენ რომ ილია ჭავჭავაძემო რამდენიმე ტერმინი შექმნა. ტერმინები არ შეიძლება ენა ისე ვითარდება. მე ეს ტერმინოლოგიური, აი სპეციალური ტერმინოლოგიური მე ვიკავებს ამ დიდი შენობის სივრცის რაღაც ერთი ხელის დადგენას. რაღაც ერთ პროცესს. შემდეგ 10%. შემდეგ 20%. ზეგი ეს რაღაც დარგები ვითარდება და ჩვენ ვაპარაკობთ აკადემიის აი სისტემის განვითარებაზე, სამეცნიერო განვითარებაზე. ამ ენის ქართული ფუნქციონირების სივრცის თითქმის მესამედი მოიცვა ტერმინოლოგია. ანუ ახალმა განვითარებამ, ენის ახალმა განვითარებამ, ენის ახალმა შესაძლებლობამ.
ეს რომ ეხლა რომ დღევანდელი განვითარებაზე ვცხოვრობ, დაუშვათ რომ ეზარგები თანდათანობით გამოდის წყობით, ესე იგი იმის გამო ჩვენ არ მოვითარებთ მეცნიერებებს და ის 30%-ის ფარგლებში ის თეთრი ლაქების რჩება. ანუ ძალიან სერიოზული კრიზისია. მიზეზი ახლა მე უბრალოდ ხსნი იმას რომ თქვენ უყურებთ ტელევიზიაში და ხუჯაი ყველგან ხედავთ ეს უცხო სიტყვები, უცხო ტერმინოლოგია ჩვენს განათლების სფეროში გამოიჩინა. შემოიჭრა. ამის გამო შემოიჭრა, იმიტომ რომ ჩვენ ის რაც განვითარებული ჰქონდა, ის რომ დავთმეთ იმას ცარიელს არტოებს იმ თეთრ ლაქებს იკავებს ბარბარები. ეს არის თავი კანონზომიერება ჩვენი ენის განვითარება, თავი საფრთხეების ამასთან არის დაკავშირებული. თუნდაც ახლა კომპიუტერიზაციის პროცესი ეს გარდაუვალი გლობალური ტექნოლოგიაა და გარდაუვალი ის არის, კარგია ცუდია, მაგის შეფასება არაფერს არ გვაძლევს ჩვენ. თავია გავიქოთ რა როგორ უპასუხოთ ამას, ხო არა, გამოცდილოთ ეს. და ამ განვითარება ხადია მოიტანა აგერ ახლა თქვენ ვიყენებთ მონიტორი დასეირება და კოპირება და ხო ახალი ზმნების წარმოება ეს ამან მოიტანა და როცა ჩვენ ამ ტერმინოლოგიას ვერ უვლით აი რამდენიმე წელი დაახლოებით 13 პროექტი იყო საგანგებო შეტანილი რომ კომპიუტერული ტერმინოლოგია ერთი ლექსიკონი გამოვა საკმაოდ დიდი ამის ვერ გაკეთდა ის გამო რომ ეს დარგი ქართულ ენაზე ჯერჯერობით ვთქვათ არ ვითარდება უცხოელი. ჩვენი ბავშვები, მათ შორის ის ბავშვებიც კი რომელთა ჯერ წერა-კითხვა არ უსწავლია, სუბატარებში შედიან ურთიერთობებთან და ტექნიკასთან. ინგლისური ენა თამთოვაც არის ინგლისური ენის პრობლემა. იმიტომაც არის რომ ჩვენ ბავშვების ერთმანეთთან ლაპარაკს ზოგჯერ ვერ გეუბნები. დაუბრუნდები მე იმას უყალიბდებოდა ეს ეროვნული ენა, სახელმწიფო ენა, მე სახელმწიფო ენაზე მაქვს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სახელმწიფო ენის კატეგორია ბევრად მაღალი კატეგორია ვიდრე ეროვნული ენა. საერთოდ ეროვნული ენას ეროვნული თვითშეგნება აქვს. ეროვნული ენა ეს არის კაცობრიობის უდიდესი მონოპოლი. ფაქტობრივად ცივილიზაცია ამის საფუძველზე შეიქმნა. გარკვეული მისტიკა იმაში რომ პასუხს ასე ხელშესახებად ვერ გასცემ, როდის ყალიბდება და როგორ ყალიბდება ეროვნული თვითშეგნება. ერთობის თვითშეგნება რომ ყალიბდება, ეს ყველა იმაშია, მათ შორის აი ინტერვიულ გაერთიანებებში მე საერთოდ თავდაცვის გამოცანა აქვს და საფრთხეები სამას და ეს გაერთიანებები იქნება, მაგრამ აი ის სულისკვეთება პიროვნების დონეზე, როდის ყალიბდება, მე მჭირდება ჩემი ეროვნული ერთობა. ეს არ არის მხოლოდ თავდაცვითი ამოცანა. ეს რაღაც კიდევ მეორე უფრო რაღაც სიღრმის უფრო მისტიკური ამბავია, სადაც არა მხოლოდ გონების, არამედ ინტუიციის დონეზე ხდება, რომ მისი გადარჩენის საფუძველი არის ერთპიროვნობა. რა არის ეს ერთპიროვნობა? არის ის, რომ ახლა ნახეთ, აი ისეთ რამეს გეტყვით, რაც არიან ძალიან დიდი პიროვნებები და არიან ისეთი პიროვნებები, არიან რომელიც არიან ისტორიის სუბიექტი. აი ჩვენ ყველანი ვართ სუბიექტი, ხო? სანამ ცოცხლები ვართ სუბიექტი. სუბიექტები ვართ იმ დონეზე, რომ ჩვენ თავს პატრონებს, ან ვეღარას პატრონებს, ეს ძალიან მცირე არიან დიდი პიროვნებებიც, რომლებიც ისტორიაში ჩაეწერნენ და აი ისტორიის ეს არის. მაგრამ ადამიანმა ძალიან ადრე დაინახა, ადამიანი, ერთეული ადამიანი, ეს არ არის ისტორიის სუბიექტი. ის არის მაქსიმუმ 100 წლით დასაზღვრული მოქმედი არსება. და აუცილებელია, რომ ისტორიას ჰყავდეს მარადიული სუბიექტი, შეიძლება ასე ითქვას. ხანგრძლივი სუბიექტი და ეს ხანგრძლივი საერთო სული არის ენა. აი შექმნა ერთობა, რომელიც არ მთავრდება, პიროვნებები მთავრდებიან, მათ შორის ძალიან ბოლოს და ბოლოს ალბათ დავით აღმაშენებელი იყო. გარდაიცვალა ქართველი მეთქოსი დაიქცა და აბანთარდა. მაგრამ ერი იმდენად მაღალია, რომ ეს მარადიული სიცოცხლე გრძელდება.
ისტორიაში ერი ასრულებს ამ როლს და არ ასრულებს ერთეული. ერთეული როგორ არ ასრულებს, მაგრამ ის რასაც ერთეული ასრულებს, ესაც ერის არსებობას, მარადიულ არსებობას ემსახურება. აი ეს შეგნება, როცა ხალიფდება და კიდევ მეორებრო, ეს ხო მე რო ეს ამოკითხული მქონდა, სადღაც ან ისტორიულ წიგნებში ან სადღაც ხო ვიტყოდი, რომ ეს ყოფილა ცნობიერი შეგნება. მაგრამ ეს ხალიფდება კიდევ მეორად რაღაცა უფრო სიღრმისეულად, უფრო წმენის დონეზე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ამას როცა დაინახავს ერთეულიც და ჯგუფიც და გარდა ამისა ცხეთაშიც, თბილისშიც და სადღაც პერიფერიაშიც, თქვა სვანეთშიც და თუშეთშიც და ასე შემდეგ, აი ეს არის ის ერის ჩამოყალიბების მთავარი საფუძველი. ამას ეძახიან იმას, რომ წარმომავლობითი ერთობის შეგნება, აი ასეთ ფორმულირებას აკეთებენ, მეორე ამას ამბობენ უფრო მატერიალისტური გაგებით და მეორე ამბობენ საერთო მომავლის შეგნება. ანუ ამ ხალხს უკვე რომელიც ერთად ხალიფდება, ხო, აქვს საერთო მომავლის შეგნება. ისინი ამ ერთობასთან აკავშირებენ საერთო მომავალს. ისევე წარმოუდგენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როდის ხდება ეს? ეხლა გეტყვით რომ და თქვენც ალბათ ასე იცით რომ ასე გვასწავლიდნენ რომ მე-19 საუკუნეში, მე-18 საუკუნიდან განვითარდა ის სოციალური თეორიები, რომლებმაც მოგვცა ერის განმარტება. და ფაქტობრივ ყველამ თქვა, ეს კაპიტალიზმის განვითარების შემდეგ მოხდა და ყველამ თქვა, რომ ერის ჩამოყალიბება, აი რაზეც ვილაპარაკე, ესეთი პრობლემები მოხდა სოციალურ-ეკონომიკურ საფუძველს. მას შემდეგ, რაც ერთობის შეგნება გაჩნდა, ეკონომიკური კავშირების გამო შიგნით ერთობა და მერე ეს გარე მიმართებები მოყრული, რომ ვიღაცა მჭირდება, ვიღაცა მემუქრება, ვიღაცა რაღაცა და ეს იდენტობა მე რასაც ჩემს ასვარქმევ და ოპოზიცია ის რაც ჩემს წინააღმდეგ არის. სხვადასხვა ფორმით შეიძლება კულტურული გავლენები და ასე შემდეგ. ხო, ყველამ ეს აღიარა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინდელი ფეოდალური კარჩაკეტილობა განვითარება დაიძლევა და კაპიტალიზმი შემოვა. ამიტომაც ყველა რა განმარტებებიც იყო, მათ შორის ჩვენების ახლა ხალხოსერების აქვს ერი კაცობრიობა ასეთი ცივილი დაწერილი ქართული მოღვაწე, რომელიც ამდა ემიგრაციაში და სამოქალაქო მოღვაწეობდა, ერთი ეს და მეორე აგერ ჩვენ ვიცით სტალინის განმარტება ერქვა ამას, სტალინის სტილში ეს რა არის ერი და ამას უკავშირებს სწორედ აი ამ ფორმაციულ განვითარებას, ანუ კაპიტალიზმამდე ერი გამოიწყო. შეუძლებელია ჩვენ ასე დავინახოთ, იმიტომ გამოდის რომ მაშინ კაცობრიობის განვითარებაში ყველა ერი ჩამოყალიბებულა ფაქტობრივ სულ ბოლო პერიოდში სიმწიფის ასაკში, ასე ვთქვათ და ყველა ერთდროულად. ჩვენ ასეთები ვიყავით, კაპიტალიზმის განვითარება ფაქტობრივად ვერ მიიღო, არ მიიღო და აღვია და რუსეთის განვითარებელი იყო და რევოლუცია იმიტომ მოხდა, ყველაზე ჩამოშენილი ქვეყანა იყო კაპიტალიზმის დაპყრობა ექნებოდა განვითარებლობის გამო და ასე შემდეგ. ისინი გამოდის რომ ერებად არ ჩამოყალიბებულა. სინამდვილეში ეს ასე არ არის, სულ სხვადასხვა ხალხები ათასწლეულების წინ უკვე გამოხატავენ იმ პრეტენზიასაც და იმ განაცემებსაც, რაც ერს ახასიათებს. ახლა ჩვენ მოვყვათ, რომ შუმერი არსებობდა, შუმერები არსებობდნენ, შუმერული სამწერლობა არსებობდა, შუმერული კულტურა არსებობდა, შუმერული ცივილიზაცია არსებობდა და ეს შუმერები ერი არ ყოფილა. აი იმის განმარტების შემდეგ რაღაც მიგახსენებთ, რანაირად შეიძლება თქვა ეს, ხო? და ახლა მოყვეთ ხო რამდენიმე ასეთი ამორჩეული კულტურა და ახლა რაც შეეხება ეს ჩვენ გვაინტერესებს.
ქართველი ერის ჩამოყალიბება სრულიად აშკარაა ფარნავაზის ეპოქაში. ყველა ნიშანი, რაც ეროვნული თვითგამოხატვის, ეროვნული კონსოლიდაციის იყო, არის აუცილებელი ფარნავაზის ეპოქაში. ჩვენ უკვე გვაქვს, ეხლა ჩვენ კი ეს ყველაფერი გვეძლევა ლევონტი მროველის გვიანი მე-11 საუკუნის ჩვენი მემატიანის ინფორმაციის და ზოგჯერ ფიქრობენ ეს ხომ არ არის ლევონტი მროველის ინტერპრეტაცია, მაგრამ აი თუნდაც ეს რო იყოს, ახლა თქვა ერთი წუთი დავთმოთ და იყოს, მე-11 საუკუნეში ხო სრულად არის ჩამოყალიბებული ეს შეჩეგება და ის ხო ზუსტად ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებს იმას რასაც ფარნავაზმა გააკეთა. და რა არის ფარნავაზის შესახებ ნათქვამი? აი ელემენტარულად გავუსვით. ეს ფარნავაზი იყო პირველი მეფე ქართლში და ქართულისა ნათესავთაგანი, ამან შექმნა წინააღმდეგი ქართული და ამან განავრცელა ქართული და აღარ აიზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინათ ვინიერ ქართულის. ფარნავაზმა შექმნა ჯერ აი განსაზღვრა სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მთლიანობა. მერე ყველაზე მთავარი რაც არის, მან აიღო ამ ერის ეროვნული გაერთიანების საფუძვლად ენა. აი ეს ენა ამ შემთხვევაში ეროვნული ენა. ახლა იქ არის ძალიან საინტერესო შემთხვევა, როდესაც ხუჯი მოდის და ფარნავაზს ეუბნება, რომ პირადად შენახავი ჩვენ დაგემორჩილებით და შენახავი მეფე და ასე შემდეგ. ხო, ეს ზუსტად იმას გამოხატავს, რომ ერთი სახელმწიფო, ერთი ენა და კიდევ ერთი რაღაცა გაკეთდა მასშტაბი, რომელსაც ფაქტობრივ ჩვენი ასე ვთქვათ, თეორეტიკოსები მიიჩნევენ, ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი ერთღმერთიანობის აღიარებისკენ. ანუ ჩვენ უკვე ფარნავაზის დროს ქართველმა ხალხმა გადადგა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი აი მომავალი ქრისტიანობისკენ. სამი საუკუნის შემდეგ რომ უნდა ყოფილიყო იმისკენ, იმიტომ რომ აი კიდევ რაზე ფიქრობ ფარნავაზი ამ ერთიანობას, ამ ენობრივ ერთიანობას, ტერიტორიულ ერთიანობას და ენობრივ ერთიანობას სჭირდება სარწმუნოებრივი ერთიანობა და მანო შექმნა თავის სახელზე შექმნა არმაზი კერპი. ხო, გახსოვთ ეს არის ძალიან ხაზგასმული და ეს ისთვის იქნება კერპებია იქ კერპები ვიცით ეს რაც გაიმტაში. მაგრამ ამას აკეთებს რომ ამ ქართველთათვის ასევე იყოს ერთი სარწმუნოებრივი კერპი შემთხვევაში ცხადი. და ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და რაც მთავარია, ეხლა ამ შემთხვევაში ეს ფარნავაზის ეს გადადგმული ნაბიჯი ეს არის არა მხოლოდ ეროვნული ენის ჩამოყალიბების ეტაპი, არამედ უკვე არის სახელმწიფო ენის ჩამოყალიბების ეტაპი. აი რაც ნათქვამია ის, რომ განავრცო ენა ქართული, ანუ სახელმწიფოს ნება, რომ ქართული ენა იყოს ერთი ენა იყოს ხელა ტერიტორიაზე, ცხადია შეუძლებელია მაშინ ერთი ენა ყოფილიყო, ერთი არა იქ ნათქვამია ხო რომ 7 ენა იყო გავრცელებული მანამდე და რაღაცა. ფიგურალურად არის მეტი იქნებოდა, იმიტომ რომ დიალექტები რაღაცა შეიძლება ქართული ენების ჯის ფაქტორი. ეს ის პერიოდია, როცა მეგრული შეიძლება რამდენად არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ დიალექტური განსხვავებული სახება ჰქონდა. ეს არის აი სახელმწიფო ენის ჩამოყალიბების ეტაპი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი უადრესი ამბავია, ისევ ჩვენ ქვეყნების ისტორიას გამოვიხილოთ, უადრესი ამბავი. ეხლა ერთი რამზე ცოტა გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენი როგორც ერისა და ქვეყნის განვითარება მთლიანად, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთლიანად დაეფუძნა ენობრივ ფაქტორს. ყველა შემთხვევაში ეს ასე არ არის. ეს რომ ერები ყალიბდებოდნენ იმის გარეშე საერთო ენა ყოფილიყო, ეს ასე არის. ჯერ ერთი სახელმწიფო სამყაროში ყალიბდებოდა ძირითადად იმპერიული ფორმით, ანუ დაპყრობითი.
ამიტომაც არის ამდენი იმპერია ძველ ისტორიაში. რომი იწყებდა მას გაძლიერებას, რომის იმპერია, სპარსეთი იწყებდა, სპარსეთის იმპერია, არაბები იწყებდნენ, მთელი უნდა დაეყო. ამიტომაც არის რომ სხვადასხვა ხალხის ცხოვრებაში აი ეს სამი ძირითადი ელემენტი მაინც, აი სამი და მე იქ რადგან სოციალური თეორიები იყო იქ ეკონომიკას და მე კულტურულ ზედმაშენს ამატებენ ამას. ეს არის ტერიტორია, ენა, სარწმუნოება. ერთად სამი ფაქტორი, რაც განსაკუთრებდა ერის ჩამოყალიბებას. სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვანაირად. ეხლა დავაკვირდეთ, ჩვენ თავარი ფაქტორი არის ენა. ჩვენი ისტორია ასია. ენა იყო ჩვენი ეროვნული თვითმცნობიერების ჩამოყალიბების საფუძველი და შემდეგაც ენა იყო გადარჩენის, თავის დაცვის, ყოველი გაჭირვების დროს ენაში შეეფარებოდა და მათ შორის აი ჩვენი მოწყვეტილი რაჯეთი ცხოვრები ქართველები იქნებიან თუ ინგილოები თუ ფერენგელები და ასე შემდეგ ენაში აფარებდნენ თავს და ენა იყო გადარჩენილი. აი ხლა ეს რო აუცილებელი არ არის ახლა ერთი იმით განგებარებთ. აი რომ ალბათ ჩვენ ორი ერი ძალიან ცნობილი ესეთი ჩვენ ებრაელი ერი დაკარგა ტერიტორია თანაც 1000 წლების განმავლობაში დაკარგა ენა მათ ენა მთლიანად დაკარგეს იმიტომ ხვდია მათ რუსი ებრაელი, ქართველი ებრაელი, სომეხი ებრაელი და დაკარგეს მიიღეს ის სადაც იყვნენ საერთოდ იცოდნენ ჩვენმა ებრაელებმა ებრაული რაღაც არსებობს და აი სახელმწიფო შეიქმნა მე ეხლა აღარ ენა და ებრაელმა ერმა შეინარჩუნა უგამონაკლისოდ შეინარჩუნა ეროვნული. ვიცი ინარჩუნა რელიგია. ის შესახებ თავის სარწმუნოებაში დაკეტა კარები ფაქტობრივად არ არსებობს. ფაქტობრივად გამონაკლისიც არ არსებობს. მან ფაქტობრივად ფიცი მიიღო, რომ არ დაწვდომდა ებრაელობას, ანუ არ დაწვდომდა იუდაიზმს. უნდა მე, ანუ არ. სომეხი სომეხი ასევე სადღა არ არის. კარგავს ენას ძნელად სომეხი, მაგრამ ამერიკაში, საფრანგეთში, საქართველოში, კახეთში კარგავს ამას ასევე თუ ის გრიგორიანობას ინარჩუნებს და არ კარგავს და სომეხს ვერ მოარჩუნებს. სომეხია ეხლა ქართული. ეხლა ნახეთ როგორი განსხვავებული ვართ ჩვენ. ესე იგი, მუხამედ ჩავარიანი ამბობს, ესო აგერ მაგალითებია ორი. ენა არიციან მაინც არიანო ებრაელი ყველა ეს არის. ჩვენო ქართველიო დაკარგავს ენას და აღარ არის ქართველი. აი მთლიანად ჩვენი ნერთობა, ჩვენი ბედი და გადარჩენა ყველაფერი მივაბით ენის ფაქტორს. ჩვენ შევსახდით ენაში. რატომ მოხდა ეს? ახლა რატომ მოხდა? ეს მოხდა იმიტომ, რომ ორი სხვა ფაქტორი, აი დანარჩენი საფრაც იყო, მუდმივი დარტყმის ქვეშ იყო და თუ არა ამ ერთადერთი მამაერთიანებას. ახლა მათ შორის სარწმუნოება რა ჩვენი ძალიან რაოდენობის ქართველი ხო, ერთი იმდენი და მეტი თურქეთის ტერიტორიაზე ქართველი მოქცეული და გამოსულმანებული ხო და ამაში დიდი სიბრძნეა რომ რაღაც დასაყრდენი ხო უნდა არსებული იყო, ამერიკელი მართლაც ამით არსებობდა, ამით გადარჩა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რა მოხდა საბჭოთა კავშირში, რა შეიცვალა, რომ ქართული, არა მხოლოდ ქართული, ჩვენ გვაინტერესებს. საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში ქართული კულტურა, ქართული ენა, ქართული განათლება აყვავდა უმაღლესი სასწავლებლები, მეცნიერებაზე მოახსენეთ, სკოლა ძალიან ჩამოყალიბებული, ხო და ხელოვნების დარგები, ლიტერატურა როგორ განვითარდა, მესა როგორ განვითარდა, თეატრი როგორ განვითარდა, კინო როგორ განვითარდა. რა მოხდა? როდესაც
როდესაც დაიწყო საბჭოთა კავშირის არსებობა, ასეთი თეორია იყო საფუძვლად დაღებული იდეოლოგია, ლენინური ნაციონალური თეორია იყო, რომელშიც პირდაპირ ეწერა, რომ საბჭოთა სოციალისტური ერთიანი კავშირის შექმნის შემდეგ პირველი მთავარი ამოცანა იყო ერთ ენაზე გადასვლა, ერთი სახელმწიფო ენა, ერთი ეროვნული ენა, ასიმილაცია სრული. ეს იყო იდეა. თუ არ გჯერათ, აი ენციკლოპედიებში თუ ჩაიწეროთ, ნახეთ ლენინური ნაციონალური თეორია. რა მოხდა და ამ მერე დაწერეს, აი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწერეს იმათმა ვთქვათ მაღალი ჩინის ადამიანებმა, რომ სტალინმა ეშმაკურად შეცვალა ლენინური ნაციონალური პოლიტიკა ენის ფაქტორით. ზეგი ეს შეცვალა მოგვაწყვეტა, რომ ეშმაკურად შეცვალა. რა დააკეთა სტალინმა? მართლაც მას ჰქონდა ეს დიდი ტალანტი ამ თვალსაზრისით და მან გაითამაშა ძალიან სერიოზული. ჯერ ომამდე, აი ომის პერიოდში ჰქონდა მას გეგმა დაამუშავებინა ჩვენს დიდ მეცნიერებს, სიმონ ჯანაშიას პირველ რიგში თაობგარეთის შემოერთების საკითხი. და მაშინ ატომური ომის რო არ გამოჩენილი და არაფერი არ დაუკვირდა წინ, მაგრამ არ დაუკვირდა და უკვე აქედან დაიწყო მან მუშაობა აშკარად აი იმაზე, რომ ეროვნული ენების და კულტურების განვითარების ახალი ეტაპი 1950 წლისთვის მოამზადა დისკუსია თითქოს მარის თეორიის დასაძლევად. ეს ქართული მეცნიერის სტატია დაუკრავდა „პრავდაში“ მარიზმის მავნებლობის შესახებ. ამ დროს მეთქვით, რომ უკვე 15 წლის გარდაცვლილია 16-ის ნიკო მარი და რაღაც მისი თეორია აქვს. არაფერ შუაში აღარ არის, ეს ჩავლილი ამბავია. რაში დასჭირდა? დასჭირდა იმაში, რომ ვითომ ამ მომიზეზები მარი ამბობდა, რომ ჩემი თეორია სტადიალური თეორია არისო, ნამდვილი კომუნისტური თეორია, იმიტომ რომ მე ვაღიარებ იმას, რომ თუ შეიცვალა ფორმაცია, უნდა შეიცვალოს ენაც. და ამას დაარქვა, ვითომ მას დაარქვა და სინამდვილეში აი ამ ასიმილაციის თეორიას დაარქვა და დაწერა ენის საკითხი, რომელშიც წერს მარქსისტულ-ლენინური თეორია ენას მიიჩნევს ზედმაშენ კატეგორია. ძალიან გართულია ეს ეს მაინც თქო რომ საჭიროა. ეხლა ამ თემის ხედვით არის კატეგორიები აი ამ დიალექტიკური მატერიალიზმის საფუძველზე ფილოსოფიური და ეს კატეგორიები საბაზისური. ეს არის მატერიალური რაც არის ეკონომიკა და ასე შემდეგ და არის ზედმაშენი კატეგორიები. ესეთია კულტურა, განათლება და ასე შემდეგ. ანუ ეს ბაზისი რომ არსებობს, ამაზე სულიერი ღირებულებები აღმოცენდება და ენა მიიჩნიეს, ენა იყო ზედმაშენი კატეგორია. და სტალინმა თქვა და ამიტომ ზედმაშენი რადგან იყო, თუ იცვლებოდა ბაზისური, საბაზისო, ანუ იცვლებოდა თქვა კაპიტალიზმი, სოციალიზმი და რაღაც, ხო? უნდა შეცვლილიყო ზედმაშენი, იცვლებოდა, იმიტომ რომ ახალი კულტურა მოდიოდა ახალი. სტალინმა თქვა, პირდაპირ ასეთ დაწერა, რომ ენა არ არის ბაზისური კატეგორია, მაგრამ არ არის არც ზედმაშენური კატეგორია. ის არის ზე კატეგორია, მას ვერ შევეხებით და მერე უწევია, რომ ეროვნული ენები განვითარდება არა მხოლოდ სოციალიზმის პირობებში, არამედ კომუნიზმის იდეა ჰქონდა, კომუნიზმი გაიმარჯვებისო თემსოფლიოში და კომუნიზმის გამარჯვების შემდეგაც. ანუ თავი დააგებეთ ენებს. აი რა იყო მაშინ უზარმაზარიან დროებში ჰქონდა ფილოლოგიის კურსი იყო და მისი ეს ნათქვამი აიტაცეს და მართლა ძალიან დიდი განვითარება მოიგო. შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ მე-20 საუკუნის ბოლოსთვის, რაღაც ქართული ენის განვითარების
საზრისი არის სამაგალითო, ბევრი უფრო დიდი წარმატებული ქვეყანა არ იყო ისე განვითარებული რამდენობით კულტურული ტრადიციით, როგორც საქართველოს დროისათვის. ეს იყო საუკეთესო მონაცემები, რომელიც ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობის კარიბჭეს. აი, რომელიც გადმოგვეცა როგორც მემკვიდრეობა. და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა მართალი გითხრა. პირადად მე, როგორც სპეციალისტი ენების ფილოლოგი. ვერც სხვა ვინმე, ვერც ისტორიკი, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. შეიძლება ჩვენ საქართველოში დამოუკიდებლობის პერიოდში დაგვეკანა ის მიღწეული, რაც აი იმ დროს ჰქონდა, როდესაც ეს საბრძოლო და ის იყო მოსაპოვებელი. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ერევნის სწრაფით დავიწყეთ პოზიციების დაკარგვა. აი ამ კულტურის სფეროშიც, მეცნიერების სფეროშიც და ასე შემდეგ ბევრი რაღაცა. ეკონომიკური ვითარების ეწევლების გამო, პოლიტიკური პროცესების გამო და ასე შემდეგ. რაც თავარია, ჩვენ ერთად ყველა ელიტამასთან, მოსახლეობასთან, ასე შემდეგ მასწავლებლებმა, ლექტორებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა ერთად ჩვენი ზოგი დაუდევრობით, ზოგი უპრინციპობით, ზოგი ნაკლების სულისკვეთებით არ ვიცი როგორ ხელიდან გაუშვით დიდი მონაპოლები. და ახლა დღეისათვის გადავიდე მე იმაზე რა გვექნება დღეს და რატო არის ეს ამბავი. ჩვენ ამ დროისათვის აი ეს 30%-ზე რომ ვაპარაკობთ, აი ეს სივრცე, რომელსაც ფარავდა ჩვენი სამეცნიერო ტექნიკური დარგების, მათ შორის მედიცინა, მათ შორის ეკონომიკა, მათ შორის პოლიტიკა, ახლა მარტო და ასე შემდეგ, რასაც ფარავდა ენობრივად, ის ფაქტობრივად დარჩა ცარიელი სივრცე, ანუ თეთრი ლამპა. თემელის სივრცე. მე ვხედავ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალ რედაქციას, იყო 8 ტომეული, უნდა იქნეს ახლა 12 ტომეული, მაგრამ ჩემს თვალწინ არის რა რაოდენობის უცხო სიტყვა შემოიჭრა და ძალიან ეს არ არის ცოტა და ამან გამოიწვია 80-იანი წლებისთვის, აი ბოლო პერიოდისთვის. თუ ქართულ სინამდვილეში არსებობდა 200-ზე მეტი ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ეს ტერმინოლოგიური ლექსიკონი ყველა დარგის ლექსიკონია, რომელშიც შეიცავ ქართულ ენას. უცხო სიტყვას თუ ავკვიდრებ, იმასაც ავკვიდრებ კანონიერად და არა ბარბარიზმისაკენ და ასე. 200-ზე მეტი ტერმინოლოგიური ლექსიკონი არსებობდა, მაღალი პროცენტი, რომელსაც იყენებენ მედიცინა და ასე შემდეგ, იურისპრუდენცია და ასე. დღეს არც ერთი აღარ ის ლექსიკონები არსებობს, მაგრამ ეს ლექსიკონები რა პერიოდისაც და ისთვისაც იყო, ის პერიოდი გავლენია და ენა ახალ ეტაპზე გადავიდა ინგლისურ ენასთან ვიც უშუალოდ შეჭიდება და ამ დღეისთვის არც ერთი ლექსიკონია ამ დიდი მემკვიდრეობის ხალხს. დღეისთვის აუცილებელი ლექსიკონები გარდა ტერმინოლოგიის სხვა განმარტებითი დაწყებული და უბრალოდ არც ერთი ლექსიკონი არ არის. არ გვაქვს ეს უამრავი. მათ შორის გამოდის ეს ლექსიკონები არ გვაქვს ელექტრონული თქვი, ჩვენ ვიმყოფებით აი ყველაზე სერიოზული თუ როდესმე ისტორიაში ყოფილა. იმ ისტორიის განმავლობაში აპრობებიც იყო, კულტურული დიდი ზეგავლენებიც იყო, მაგრამ მასშტაბები იმასთან ვერც მომენტოდა, რაც დღეისთვის არის. ჩვენ ვართ გლობალური საინფორმაციო კულტურული გავლენის ქვეშ. ფაქტობრივად ამის წინააღმდეგ ჩვენ არაფერს გამოყენება არ შეგვიძლია. არანაირი ბარიერი არ აქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ მოსხოვებ ინფორმაციას, რომელიც მომავალს ვართმევს ჩვენ სრულიად, ბუნებრივად, კულტურულად, უზარმაზარი კულტურული ნაკადი. ხო, უზარმაზარი საინფორმაციო
ტექნოლოგიური აკადემიის აი ბოლოს ვაი მობილურს და შეჩიუჭი გადაღებული ამას ქაოსულად განათლება ეს არის სისტემური ცოდნა ისე განათლება არ მიიღება ინფორმაცია ქაოსური ინფორმაცია ეს არ არის ცოდნა ეს არის ინფორმაცია რაღაცა უცებ ისეთი იცის რომ იმკვირდება რაღაცა სტანდარტთან არის კავშირი ის არის ამასთან არის დაკავშირებული ახლა მე ხშირად მიკითხებიან ხოლმე მათ შორის ექტორები და სხვა რა ხდება რატომ არის რომ ეხსიერების შეუძლებელია რომ ბავშვებს სკლეროზის ჰქონდეთ ხო მათ აქვს ძალიან ინფორმაცია მაგრამ ცოდნა ეხსიერება სისტემატურია ეხსიერება ცოდნაზე მხარება არ არსებობს ეხსიერება ძალიან შეზღუდულია ქაოსის პირობებში ძალიან ძლიერია სისტემის პირობებში მთელი პრობლემა აი ამასთან დაკავშირებული ეს ინტერნეტში ვცეთ ეს ინფორმაციები არის ქაოსური ინფორმაციები ყოველ დღე იდეოლოგია ეს დიდი შესაძლებლობა რომ რაც გვინდა იმ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენ მოზრდილი ადამიანები არ ინფორმაცია ვიღებთ ვიზდომის შერჩევ ისინი ხომ ასე არ ეძებენ ისინი იღებენ მეორე სისტემას ეს სისტემა რა არის აი როგორც ბიბლიაშია ღმერთმა ქაოსიდან შექმნა კოსმოსი აი მთელი შესაქმე არის სანამ ქაოსი იყო არ იყო სამყარო და შეიქმნა სისტემა არის კოსმოსი და შეიქმნა სამყარო შეიქმნა მერე ყველაფერი ასეა თუ არის ქაოსი იქ არაფერი არის თუ არის სისტემა ცოდნა არის და ყველაფერი არის აზროვნება ამასთან არის დაკავშირებული ამ ინფორმაციის წყარო არის არაქართული ჩვენ არ გვაქვს ქართული ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს ქართული ინტერნეტი და ეხლა გეტყვით რომ ევროპას აქვს ასეთი ფორმულები შემოიღეს ასეთი ცნება ციფრული სიკვდილის ცნება შემოიღეს ისინი ამბობენ აზიადებული გამეტაფორული არა ხალხი და ერი და ენა რომელიც ვერ აუწყობს ფერს ციფრულ რევოლუციას ის გაწირულია გაქრობის სიკვდილისთვის არის გაწირული რა არის ეს პროგნოზი ისაც არის დაფრილი რომ 2050 დედამიწაზე არსებული ენერგიის 80% შეწყვეტს აქტიურ ფუნქციებს. 80%. ამერიკაშია ეს გამოთვლება გაკეთებული. რამდენია 80% არის 4000 ახლა ჩვენ ძლიერი ცხოვრების გამო, აი ჩვენი მდგომარეობის გამო, რად დამშვიდობულად არ უნდა ვიზრდებით ამ თავს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჯერჯერობით ამ დროზე ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ აი ეს გამოწვევა მივიღოთ, აი პასუხი გავცეთ. თავი აქ ის არის, რომ გარგების ნები, საერთოდ ეს ყველაფერი არის დაშვება გარგების ნები. ჩვენ ასე უფლისნებაა ის, რომ ჩვენ ეს გამოცდავთ. ამ გამოცდის გავლაც ასევე უფლისნება, ხო და ჩვენ მოვალენი ვართ შესაფარისი პასუხი გავცეთ. ამ დაშვებაში ყოველთვის არის ისიც, რაც ჩვენ ვირთხავს, ის იმის შესაძლებლობაც რა, რითაც უნდა გავუქმოთ. ცალმხრივად ჩვენ არაფერს არ გვთავაზობს, ერთი რომელსაც ბოროტინსა რაც შეიქმნა კეთილისა შემოქმნებს. ეხლა რა აღმოჩნდა, ჩვენი გადარჩენის მთავარი საფუძველი არის ეს ტექნოლოგია. თუ კი ჩვენ შევქმნით იმავე ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რასაც ეხლა აკეთებს განვითარებული სახელმწიფოები ევროპა და სხვა,
ხო, არ ხოლმე არამედ ახლა მომიცია აირანი როგორ ადრეში როგორი ის არის, მაგრამ როგორ ავითარება იცი ამ ტექნოლოგიებსაც და ცნობებზე მათ შორის ლექსიკონებს და ენასაც ავი და ასე. ზეგი რა არის ამისთვის საჭირო? რომ ჩვენ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ჩვენ რაოდენობრივად ცოტანი რესურსი ცოტა. მაგრამ ინტელექტუალური შესაძლებლობები არის ძალიან დიდი ქართველში, ქართველებში. ჩვენ მოთხოვაში ვწვდოთ, სოციალობაში ვწვდოთ, ამაზე ვილაპარაკე, ეს არის ძალიან დიდი. ჩვენ უნდა შევძლებთ იმის, რომ ჩამორჩენილ გავძლიეროთ ქართული ენის მონოპოლი. მთლიანად ავსახოთ ეს მსოფლიოს საინტერესებს ჯერ ერთი, იმიტომ რომ ჩვენი ქრისტიანული კულტურა არის მსოფლიო დიდი მონოპოლი, ქრისტიანული კულტურის დიდი მონოპოლი. ეს უნდა ავსახოთ მთლიანად ეგრეთ წოდებული კორპუსების სახით. ანუ ჩვენი ენობრივი მონაცემები 16 საუკუნოვანი მთელი ძეგლები უნდა ავსახოთ ინტერნეტში. მეორე, ჩვენ უნდა ქართული ენა არის, აი ახლა ამაზე ლაპარაკის გაგრძელების შესაძლებლობა არ ეთქვა. თავისი ბუნებით ქართული ენა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო შეიძლება ითქვას თაერგები ენა, ისეთი სისტემურია, ისეთი ზუსტია, ისეთი ფონეტიკურად გამართულია და საუკუნეების განმავლობაში რჩება ასე. აი წარმოგიდგენიათ, რომ არც ერთი ენა არ ყოფილა ისეთი, რომელიცაც 10-15 საუკუნის განმავლობაში განვითარების გზით არ დაეკარგა კავშირი წინა პერიოდთან. ესეთია ძველი ბერძნული, ესეთია სანსკრიტი, ესეთია სომხური და შემდეგ. ქართული ენის უწყვეტი ხაზი ამასთან არის დაკავშირებული. ფაქტობრივად, აი ილიამ ანბანის რეფორმა გააკეთა, იქ 500 ნიშანზეა საუბარი. იმ 500 ნიშნიდან 3 არ არის ასოციირებული ასონიშანი. თითოეულის პირობითი ნიშნები. ერთი ხარილი არის აი ეს. ქართულ მეტყველებაში თაში ჯერაც დარჩენილი. და მეორე არის იოტა ის ვარიანტი, ძირითადად ერთი ერთეულო. ასეთი უცვლელია, ასეთი სრულყოფილია და მე ეს გამოხატულება გრამატიკაში, გამოხატულია სინტაქსში. და ჩვენ ვადებული ვართ, რომ შევქმნათ პროგრამები ქართული ენისათვის, რომელთაც პირდაპირ კავშირი ექნება სხვა ენების ასეთსავე პროგრამებთან. და მე გეტყვით თქვენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, აი თქვენ მიხედავთ უკვე თარგმნილ პროგრამას. სხვა არაერთ რაღაცას, თარგმნილ პროგრამას, მათ შორის უკვე მეტყველების ძოლები. ჯერ იყო ჩაწერდი კოდი რაღაც. მე ახლა უკვე მეტყველების ძოლებიც არის თარგმნის და ასე შემდეგ. ხო? და თუ დაკვირვები ხარ, აი რომ გამოიხედოთ ორი ენა იცით, თქვა რუსული იცით რაღაცა და კიდათ რომ ინგლისურის არ იცით ან გერმანული არ იცით და ის გაქვს. ამ ორ ენას თუ მისცემს დავალებას დათარგმნით, ფაქტობრივად სრულყოფილ თარგმანს იცით. აი ქართულს თუ მისცემ, ძალიან დამახინჯებული ტექსტს გაცემ. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ჩვენ აი ისაც გამოწვევაზე ვილაპარაკობთ, ამისთვის ვერ მოვივლი. თუ ჩვენ ამას მოვუვლი, მაშინ ქართული ენა იქნება ისე იმ დონეზე, როგორც ისტორიულად იყო ყოველთვის ვიდექით, კულტურის განვითარების დონეზე, რომელზეც კი იდგა თუნდაც ძველი ბერძნული მიაჩნდათ ჩვენ სინახავზე თავად იმას ეტოქებდნენ მას და ჯობუნდნენ კიდევაც ზოგჯერ. დღესაც ჩვენ შეგვიძლია ეს. და რაც თავარია, ეს გადაწყვეტს იმ ამოცანას, ახლა უკვე დღევანდელი დღე, ეს ხვალინდელი დღეც არ არის. რომ ჯერ ერთი უკვე მაგამრები რომ ფიქს დაიკითხავს, ასე თქვა, რომ ჩაიმოიკითხეთ იმას შეიძლება დაწეროს. მithumedes მეტყველების დონეზე. ხო? პირდაპირ დიალოგი უკვე არსებობს, აი როგორც ვთქვით, პირდაპირ დიალოგი ანუ ქართულს პირდაპირ დიალოგი ექნება სხვა ენებთან. ჩვენი მომავალი აღარ იქნება იძულებული, რომ თავის გადარჩენისთვის
სხვა ენაში შესახებ. საკუთარი ენით შეიძლება იარსებოს ისევე სრულყოფილად, როგორც იარსებდა მანამდე ფიქრობდა, რომ ინგლისური. იმიტომ აცხადებს ბრიტანულ ქართული საბავშვო ბაღი. ითიაო, აი ჩვენ აქედანვე ვასწავლეთ ინგლისურ ენას. ეს ძალიან დიდი დაღუპვაა, როცა პირველ კლასში რომ ქართული შემოიღეს ინგლისური, თქვენ მახსოვს სკოლასთან. როდესაც დაიწყო ახალი რეფორმა, მესამე კლასიდან ეს არის ევროპული სტანდარტი. 10 წლამდე ბავშვებს არ ასწავლიან უცხო ენას, იმიტომ რომ მშობლიურ ენაზე უნდა დაიხსნეს მისი მეუღლე და ცნობიერები და ასე. და ასეც იყო, მესამე კლასში შემოდიოდა პირველი უცხო ენა, მეხუთე კლასში შემოდიოდა პირველი უცხო ენა. მაშინდელმა პრეზიდენტმა ერთი ბრძანებით პირველი კლასიდან დასწავლა განკარგულება და დაიწყეს პირველი კლასიდან სწავლა. და დღემდე აი რა, პირი აქვს, ოპარაკო, წერ, ყველაფერი და ვერ მივაქციე იმას, რომ დარღვა დიდი ზოგჯერ მასწავლებლებსაც კი ვერ აღგებინებ, დაწყებითი კლასის პედაგოგებს მეუბნები, რომ რატომ არ აპროტესტებთ თქვენ? ჩვენ რას გვიშინებს? აბა ვის უშინებს? გართმევთ იმ ბავშვს ცნობიერად მიხავს და ეს ინგლისურის წინააღმდეგის კი არ არის, ის ინგლისურს მერვე კლასში რომ დააწყებინო ბავშვებს 2-3 წელიწადში ნებისმიერი ბავშვი ისწავლის თუ სწორი პროგრამით ასწავლოს. ის კი არ არის, ადრე მოაწყებინებ, ამით აკარგინებ შენ ბავშვობასაც და საკუთარ მეუღლესაც და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ჩვენი თავი ამცანა, სადაც უკვე სახე, პირველ სკოლაში რომ რა თქმა უნდა ეს სახელმწიფოები ამცანა, აი თუ იმაზე რაზეც ვიყარაკი, თანამედროვე გამოწვევების დონეზე დიდი ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსები სჭირდება იმას, რომ ჩვენი ასეთი დიდებული ეროვნული და სახელმწიფო ენა სრულ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას დაუბრუნდებაროთ, ამაში მოვაქციოთ და დავიწყოთ ახალი ეტაპი ქართული ენის განვითარებას. და ეს ენება არის გამოსავალი საერთო. კიდევ ერთი ვიტყვიო, საკანონმდებლო და რაღაც თვალსაზრისით, ბევრი რაღაცაა გაკეთებული. უბრალოდ საქმეს ვერ ვაკეთებ და როგორც ბევრ რაღაცაში ვაგვიანებ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ენის კანონია მიღებული 2015 წელს. სახელმწიფო ენის კანონი, რომელშიც პირდაპირ წერია, ახლა რაზეც ჩვენ ვაპარაკეთ, რომ ენის ტექნოლოგიურ განვითარებაში უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა. პირდაპირ წერია. და სხვა კანონები ისინი არსებობს, რაც მოგცემ შესაძლებლობას, რომ ეს დავწეროთ. და იმედია, რომ მივაღწევთ როგორც ჯერ კიდევ ხანმოწ იმაში ეწერა ხიერთით და გარგებოთ თქვენ. რომ აკაკუნოთ ვიღაცამ გამოგონ კარ. დიდი მადლობა. არის რეალური ნამდვილად მაგას განაგებებს ეს ილუზია ასე თქვა. ამაში წარმოგვიდგენთ მოიქცეთ, იმიტომ რომ ურთიერთობებში რაშიც ჩვენ ვართ, დღემდე მოქცეულია. დიდი ის ყავს. ასე თქვა. კავშირი ურთიერთობები და კავშირის განათლების სისტემაში იმას რომ ჩვენ ვთქვათ, თუნდაც მე-4-5 კლასში ამოვიტანოთ, ამას არავინ არ დაგვარებობს. მაგრამ თუ ჩვენ მოვიგებთ 2 წელს, ეხლა როდესაც ეს სასკოლო ეცდებოდა ხაში კურიკულუმებს რო ეძახოთ, მე მონაწილეს დაიწყო ალექსანდრე კარტოზიას დროს. მეოცე საუკუნის ბოლოს და 999 წელს გამოვიდა ხაში გაკეთდა რაღაცა და მე ძალიან ინტენსიურად ვირო შეფასების საფეხურები უნდა გაკეთებული და კლასების მიხედვით უნდა გაკეთებული. მე ჩავწერე პირდაპირ ასე იყო, რომ დაწყებითი კლასების პირველი საფეხური უნდა იყოს მეორე კლასის დამთავრების შემდეგ. რატომ?
იმიტომ რომ პირველ კლასში იმდენად დიდი განსხვავებაა, აი რო შესრულდა 6 წლის და მე-7-ში რო გადავიდა, არ იყო შესრულებული, ამათ შორის რომ ისე არის რომ არ დადეგებით შემდეგ მეორე კლასში ზოგი ბავშვი ისე მოდის რომ სულ აქვს დავიწყებული წერა-კითხვა. ამიტომაც მეორე კლასის განმტკიცების შემდეგ უნდა შევაფასოთ და ფაქტობრივ გავიგოთ დაძლია თუ არა ეს დაწყებითის პირველი საფეხური. ეხლა როგორც კი დაიწყო ლაპარაკი მე რომ აი უცხოენა, მივთხარი რომ რა თქმა უნდა, როცა სანამ არ შევაფასოთ პირველ საფეხურს, შეუძლებელია დავიწყოთ უცხოენა. აი ამ მოსაზრებით მესამე კლასი აბსოლუტურად ეს არის, გარდა ამისა ასეთია ევროპული, აი გურამ რამიშვილი უმოლდიანელი პირველი გერმანული სკოლა მან გააკეთა თბილისში. გერმანული სკოლა, იტალიური გერმანული სკოლაში მხოლოდ მესამე კლასიდან დაწყებინეთ და გერმანული სკოლა ძალიან ეს არის დამთავრია 2 წელი მოვიქეთ ჩვენი ბავშვებისთვის რომ საკუთარ მშობლიურ ენაზე უხრი გავუყო. ეს საკითხი კიდევ ერთი ის არის მესამე კლასიდან ხო მეტი ალბათ ახლა მე მაგალითად იმასაც დავუშვები საქმე ის არის რომ თანამედროვე ეს პროცესები მოითხოვს მეორე უცხოების შეტანასაც. ესეც აუცილებლობაა. მეორე უცხოების შეტანა კიდევ 2 წლის შემდეგ სადღაც ძალიან გვიან. და მე აი საფეხურები ერთი ხიფათი ემუქრება სკოლას კიდე რომ ახლა იდეა რომ საშუალო იყოს მხოლოდ ბოლო 2 კლასი მე-11 და მე-12. ეს ძალიან ვაშფოთებს, იმიტომ რომ ქართული ლიტერატურის კურსი აგებული იყო დიდი კურსი ჩვენ ქართული ლიტერატურა. აგებული იყო 3 წელი, 3 წელი აგებული, 3 წელზე ქონდა. გამოდის რომ დავუერგებო ეს კურსი. რეალურად რა შედეგს მიწევს? არის. ის შეფასებისა და შემდეგ სხვადასხვა ერების შედარების. რა არის როგორც შემოყალიბებით და თუ კი აქედან გამომდინარე არსებობს ისეთი ენა, რომელიც ქართულზე მაგალითად გავასწავლოთ. პირველ რიგში ცხადია აი რაზეც ვაპარაკობდი სიტყვათა მარაგი. და ამ თვალსაზრისით არის ენები, რომლებსაც აქვს ძალიან დიდი რაოდენობა. ახლა ჩვენ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს ვაკეთებთ ახალს. ამაში იქნება 200,000 ლექსიკური ერთეული, 200,000. ოღონდ არის ენები, რომელშიც არის 300,000 სიტყვა, ლექსიკური ერთეული. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ასე თლად რაოდენობრივად არ წყდება ეს არ წყვეტს, იმიტომ რომ თქვენ ხო კარგად ხედავთ, რომ თქვათ ქართულის ლექსიკონში მრავალმნიშვნელოვნობა ცოტაა, ჩვენს ენაში 10 მნიშვნელობა იყოს ურა ამბავია და ინგლისურ ლექსიკონს რო აიღო, მაგალ 20-21 მნიშვნელობა აქვს ერთ სიტყვას და ასე შემდეგ. ანუ ეს თავისთავად მუშაობს იმაზე, რომ რაოდენობრივად როგორ შეუძლია გამოხატვა. თავარი მაინც არის, თავარი რა არის? შეუძლია თუ არა ამ ენას კონკრეტულად ქართულს თუ სომხურს თუ აზერბაიჯანულს და შემდეგ ამ ენას რომელიც იხვება მაინც განვითარებით, იხვება რაღაც წინ მავალებით. შეუძლია თუ არა ასახოს ყველაფერი ის ასახავს რომელიმე ენა. ამ თვალსაზრისით ქართული რა თქმა უნდა გამოკვეთილია რომ ის დიდი შესაძლებლობების ენაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება პირატესობას, პირატესი არის ჩვეულებრივი ის ენა, რომელიც სხვა ენებს და ქვეყნებს კარნახობს განვითარების საკუთარ ნებას. ეხლა ჩვენ დიდი ის გამოვცადეთ რუსული ჩვენ ვისაც ვისწავლია ლიტერატურა ვნახავს, ძალიან დიდი შესაძლებლობების ენა, მაგრამ რუსულთან მიმართებით ქართულმა ვერ გაჩაღდა აშკარად. მიუხედავად აი ამ აღმოჩნდა არანაკლები სიძლიერის ენა და
ასევე აღმოჩნდა ცოტა თუ წინ წავალ ბერძნები, როდესაც ქრისტიანული კულტურა ვრცელდებოდა ნაბაროსი ხალხების აღმოსავლეთის ხალხების ენაზე, საერთოდ ქრისტიანობა ვერ შეიძლება განვითარებული და დიდი სიკეთე იყო მართლმადიდებლობაში განსაკუთრებით, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებს მიეცათ ეროვნულ ენებზე ქრისტიანობის ეს არის აი ჩვენთვის, ჩვენ საოცრად გაგვიმართლა ისტორიულად ქრისტიანობაში შევედით და მე რომ ქრისტიანობაში მართლმადიდებლობას ეს არის უფლის უდიდესი მადლი და მართლმადიდებლობა იყო კათოლიკობისგან განსხვავებით. და შორის რომელმაც თქვა რომ ეროვნული ენები, ახლა ესეთი თემაა ცალკე ლექცია აქვს ამაზე, ეროვნული ენები არანაკლებ უფლებამოსილი არიან, რომ განავითარონ წიგნოგრობა, ქრისტიანული წიგნოგრობა და საკუთარ ენაზე. და განსაკუთრებით ქართული აღმოჩნდა, რომელიც მთავარი მეტოქე იყო ჩვენი მთაწმინდელები, ათონელები. არიან საოცარი, რომლებიც ერთნაირად ფლობდნენ ბერძნულს და ქართულს და უფრო მეტადაცო ამოუწყაროდა ექვთიმე მთაწმინდელს წერს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი, ქართული ყველაზე უკეთესადო ის ექვთიმე გახსოვთ თქვენ ეს ლეგენდა, რომ ექვთიმე ავად გახდა და მე ეცხადება მას არიაფთიშობელი და არარაი არს ნებაი შეთან და აღდგა ქართულად უგნობდიო და აღმოჩნდა რომ ქართული ყოფილა ავადმყოფობის მიზეზი და დაიწყო ქართულად ლაპარაკი და საოცარი ქართული შექმნა, ქართული წიგნოვნება შექმნა და ასე. ასე რომ ყველა შემთხვევაში ქართულმა თუ არაღემათა ყოველ შემთხვევაში ფესეულად პარტნიორობა გაუწია მოწინავეებს. ბერძნული ნამდვილად ასეთი იყო, ყველამ ვიცით ეს რას ნიშნავდა მსოფლიო კულტურის განვითარებისთვის ბერძნული, ასევე მითხარისული და ასევე არის ინგლისურთან დაკავშირებით, ინგლისურთან ნამდვილად არაფერი არ აქვს თითის მოსაპარკე, იმიტომ რომ ინგლისური თავად იშევა დიალექტებად, აი ისა გერმანული ენა ბევრად ძლიერი იყო, კლასიკური ენა, ასე რომ ჩვენ ხელშია, ჩვენ ეროვნებასთან, ენასთან ჩვენს იდენტობას გადავაჩენთ თუ არა. მაგრამ ესე თუ გავაგზავნებთ გადავჩერდით. ო და ეს არის აი ნელადრე შეკრება ქართული ხობას ჩვენ რაღაც ხალხი ეგეთი სანამ დიდი გაჩვენება კი არა, განსაკუთრებული წარმოგადგება მერე კინიცი ეს შესახება და შეგვიძლია. მე მგონი რომ რაღაც ეტაპია ისეთი, რომელმაც უნდა უკარნახოს ქართულმა მოიხსნა. ძალიან ბევრია წასული და თავის დიდი პოტენციალის ის არის გაუგებია. ესენი უნდა დავყოთ საქართველოში და უნდა დაიწყოს დიდი აღმავლობა უნდა დაიწყოს. კიდევ ცოტა გადავზოგოთ. მოსვარდება დიდი საზოგადოება არ ვარ ერთ-ერთი სიჩეულებრის ყოველთვის მონაწილეობა. მადლობას დავსვენება და ჩვენი არის რაოდენობა არა ეს Thank you.